როგორ მუშაობს პრაქტიკაში მეწარმეთა შესახებ ახალი კანონი. ამ და სხვა თემებზე გიყვებით რამდენიმე წუთში. პესკოვი ამბობს, რომ მოსკოვი ნავთობპროდუქტების შესაძლო იმპორტზე რამდენიმე უცხოურ პარტნიორთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. მაისში ქართულ ბანკებში უცხოელების დეპოზიტებმა 11 მილიარდ ლარს მიაღწია. ერთწლიან ჭრილში უცხოელთა დეპოზიტები 1,53 მილიარდით არის გაზრდილი. პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი რეგიონის და სხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება. ალდაგმა ავეჯის მაღაზია კომფორტერს თბილისში ხანძრისგან მიყენებული ზიანი 1,1 მილიონი ლარით აუნაზღაურა. საღამო მშვიდობისა, SBMG-ა რეგიონის წამყვანი ბიზნეს მედია სააგენტო საქმიან ამბებს BMG-ს გუნდთან ერთად ელენე გოგბერაშვილი წარმოგიდგენთ. როგორ მუშაობს პრაქტიკაში მეწარმეთა შესახებ ახალი კანონი. იურისტების ნაწილის შეფასებით კანონმა ბიუროკრატიული ბარიერები გაზარდა, განსაკუთრებული გამოწვევა კი უცხოური კაპიტალის ან რთული პარტნიორული ურთიერთობის მქონე კომპანიებს შეექმნათ. მათ შორის ისეთ ბიზნეს სუბიექტებს, სადაც მეტწილეებს შორის გარკვეული დავაა. ბიუროკრატიული სირთულეების და არაერთგვაროვანი პრაქტიკის გამო ბევრ ოპერირებად კომპანიას საქმიანობა შეუჩერდა. იმ კომპანიებს, რომლებმაც მონაცემები ვერ განაახლეს, ერთი წლის შემდეგ ლიკვიდაციის პროცესი დაეწყებათ. თუმცა კანონში ამ მიმართულებით ბუნდოვანება, როგორც წარიმართება იმ კომპანიების ლიკვიდაცია, რომელთაც აქტივები ან საგადასახადო ვალდებულებები გააჩნიათ. როგორ მუშაობს მეწარმეთა შესახებ ახალი კანონი და რა გამოწვევებს აწყდება ბიზნესი საჯარო რეესტრთან ურთიერთობისას. ეკა გაზდელიანი გვეტყვის უფრო მეტ დეტალს, ეკა გისმენთ. მოგესალმები ელენე, მეწარმეთა შესახებ ახალი კანონის აღმოქმედებამ და რეგისტრირებული მონაცემების განახლების ვალდებულებამ, როგორც ჩანს, ბიზნეს სექტორს გარკვეული პრობლემები შეექმნა. იურიდიულ კომპანიებში განმარტავენ, რომ ბიუროკრატიული ბარიერების და არაერთგვაროვანი პრაქტიკის გამო ბევრ ოპერირებად კომპანიას საქმიანობა ფაქტობრივად შეუჩერდა. საუბარია კომპანიებზე, რომელთაც 1 აპრილამდე ვერ მოახერხეს სადამფუძნებლო დოკუმენტაციის კანონთან შესაბამისობაში მოყვანა და რეგისტრაცია ზღვა და რამდენჯერმე გადაიწია, თუმცა საბოლოო ჯამში კომპანიების ნაწილმა, როგორც ვთქვით, ვერ მოახერხა სადამფუძნებლო დოკუმენტაციების მოწესრიგება, რის შედეგადაც მათ ოპერირება ფაქტობრივად შეუჩერდათ. დირექტორების უფლებამოსილება შეწყდა და ასევე საბანკო ოპერაციების განხორციელებაც მათ შეეზღუდათ. იურისტების განმარტებით ეს ერთი მხრივ იყო უშუალოდ მეწარმე სუბიექტების დაუდევრობაც, რომ დედლაინამდე არ იჩქარეს დოკუმენტაციის მოწესრიგება, თუმცა მეორე მხრივ სამეწარმეო რეესტრის მხრიდანაც იყო არაერთგვაროვანი მიდგომა, პროცესების გაჭიანურება და გართულება, რამაც საბოლოო ჯამში ბიზნეს სუბიექტები აზარალა. პრობლემები კი ყველაზე მწვავედ იმ კომპანიებში ვლინდება, რომელთა პარტნიორები ან დირექტორები უცხოური იურიდიული და ფიზიკური პირები არიან. საჯარო რეესტრი ითხოვს ბოლო 6 თვის განმავლობაში გაცემულ ამონაწერებს და კორპორატიულ დოკუმენტაციას, რაც ხშირად სირთულებთან არის დაკავშირებული. რეესტრის პრაქტიკა, გულწრფელად რომ ვთქვათ, განჭვეტადი ვერ არის. ამას კიდევ ერთხელ გარკვეული ობიექტური ახსნა შეიძლება ჰქონდეს იმ თვალსაზრისით, რომ ბევრი აპლიკაცია, ბევრი განაცხადი არის წარდგენილი და როგორც ჩანს, რეესტრის რესურსი არ იყო ამისთვის მზად, რაც გარკვეულწილად გასაგებია. არის კომპანიები, რომელსაც ობიექტურად არ ჰქონდათ შესაძლებლობა ამ კომპანიებს, რომ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა წესდების სადამფუძნებლო დოკუმენტებისა მოეხდინათ, იმიტომ რომ დავაში არის სხვა პარტნიორთან და ამიტომ ეს გარკვეულწილად სირთულეს იწვევს. ეხლა რა ბედი ეწევათ ამ კომპანიებს? მაქსიმალურად უნდა მოხდეს, ბუნებრივია, ხო, რეესტრის პრაქტიკის განჭვეტადობაზე ვისაუბრეთ და ეხლა ეს გარკვეულწილად მნიშვნელოვანია, რომ სწორი კოორდინაცია, კომუნიკაცია მოხდეს რეესტრთან. ეს ერთი და მეორე შედეგი, რაც შეიძლება დადგეს, ეს შეიძლება იყოს, ვთქვათ, კომპანიის ლიკვიდაციის დაწყება. ეს ამას ამბობს კანონი, რომ თუ არ მოხდება კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფა, წესდების შესაბამისობის უზრუნველყოფა, შემდგომ შესაძლებელი ლიკვიდაციის წარმოებაც იქნას დაწყებული. ხო, ეხლა ეს არის ყველაზე ნეგატიური განვითარება. თუ ადგილობრივი კომპანიის პარტნიორი არის უცხოური იურიდიული პირი, ამ უცხოურმა იურიდიულმა პირმა ბოლო 6 თვის ამონაწერი და კორპორატიული დოკუმენტაცია უნდა გამოაგზავნოს იმისთვის, რომ ჩაითვალოს, რომ ეს დოკუმენტაცია არის, ასე ვთქვათ, მისაღები სამეწარმეო რეესტრისთვის, ანუ ძველი ადრე ჩაბარებულ დოკუმენტაციას როგორც წესი არ ეყრდნობიან. და ზოგადად პროცედურულად და პროცესი საკმაოდ რთულდება ხოლმე, ვინაიდან სხვადასხვა იურისდიქციაში სხვადასხვა ტიპის დოკუმენტაცია, ინფორმაცია იგზავნება იქიდან. ხშირ შემთხვევაში მაგალითად ამერიკიდან გამოგზავნილ დოკუმენტაციას საკმაოდ ესე უყურებენ ეჭვის თვალით. არის რიგი შემთხვევები, რომლებმაც საკმაოდ დიდი პრობლემები შეუქმნა არსებული, ასე ვთქვათ, ოპერირებადი კომპანიის
საქმიანობის შეჩერებას, იმიტომ რომ ბანკის ანგარიშთან წვდომა შეუჩერდა დირექტორს, შემოსავლების სამსახურის პორტალზე წვდომა შეუჩერდა შესაბამის პირებს და მიმდინარე დეკლარაციები იყო შემთხვევები, რომ მიმდინარე დეკლარაციების წარდგენაც ვერ შეძლეს. კანონის თანახმად იმ კომპანიებს, რომელთაც მონაცემები ვერ განაახლეს, ერთი წლის შემდეგ ლიკვიდაციის პროცესი დაიწყება, თუმცა იურისტები ამ პროცესის ბუნდოვანებაზეც ამახვილებენ ყურადღებას, ვინაიდან კანონში დეტალურად არ არის გაწერილი, როგორ წარიმართება იმ კომპანიების ლიკვიდაცია, რომელთაც აქტივები ქონება თუ საგადასახადო ვალდებულებები გააჩნიათ, ეს პროცესი კითხვის ნიშნებს აჩენს, როგორც იურისტები განმარტავენ, ლიკვიდაცია საგადასახადო ვალდებულებების გაუსტუმრებლად ვერ წარიმართება, მომავალში კი ამ პროცესმა შესაძლოა სასამართლოში მიმართვიანობა გაზარდოს. საბოლოო შედეგი აბსოლუტურად ლოგიკურად არის გაწერილი კანონში, რომ თუ არც ერთი წლის განმავლობაში არ განაახლე და არც არაფერი არ ქენი, საბოლოო ჯამში რომ რეგისტრაცია უქმდება, ეს ლოგიკურია, მაგრამ ცოტა ალოგიკური არის ის თუ როგორ უნდა მოხდეს, უბრალოდ განჭვრეტას სარექვემდებარება ყოველ შემთხვევაში. არის რიგი შემთხვევები, როდესაც უბრალოდ ჩანაწერო ერთი წლის მერე ლიკვიდაცია მოხდება, არასაკმარისია, იმიტომ რომ თუ კომპანიას აქვს ან აქტივი, ან პირიქით ვალდებულება, აქ ლიკვიდაცია არ არის მხოლოდ სამეწარმეო რეესტრის ფუნქცია და ვერ იქნება. აქ სხვადასხვა პირების და ორგანოების ჩართვა არის აუცილებელი და სხვადასხვა პროცესი მიმდინარეობს ამასთან დაკავშირებით და აი ეს როგორ მოხდება, ვიტყოდი რომ ჰაერშია ამ ეტაპზე გამოკიდებული. მეწარმეთა შესახებ კანონის მოთხოვნებთან ამ დროისთვის დაახლოებით 414,000 ბიზნეს სუბიექტის სარეგისტრაციო მონაცემებია შესაბამისობაში მოყვანილი. მთავრობის ანგარიშის თანახმად, ახალი კანონი საქართველოში 2022 წლიდან ამოქმედდა და კომპანიებს მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება დაევალათ, მათ შორის იყო პარტნიორთა, აქციონერთა და დირექტორთა შესახებ მონაცემების განახლება, ასევე საწარმოების სამართლებრივი ფორმების შესაბამისობაში მოყვანა, წესდებების გადამუშავება და რეესტრში ინფორმაციის დაზუსტება. მთავარ მიზნად კი ბიზნესის შესახებ ინფორმაციის დაზუსტება და თანამედროვე ევროპულ სტანდარტებთან დაახლოება იყო დასახელებული ამ საკითხებზე. უფრო ვრცლად 19 საათიან გამოშვებაში კი ამბობთ. მადლობა ეკა გაზრდილიანს უსმენდით პირდაპირ ეთერში. შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონი პრაქტიკაში გარკვეულ გამოწვევებს ქმნის. სპეციალისტები განმარტავენ, რომ კანონმდებლობა ბუნდოვნად განსაზღვრავს პასუხისმგებლობის ვერტიკალს და ხშირ შემთხვევაში ინციდენტის დადგომის დროს გამოძიება მთელ ტვირთს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტს აკისრებს. შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის საკონსულტაციო კომპანია LSS-ის დამფუძნებელი საქმის კურსთან ინტერვიუში განმარტავს, რომ აუცილებელია სფეროს მარეგულირებელ კანონში ცვლილებები შევიდეს და მკაფიოდ გაიმიჯნოს პასუხისმგებლობები მენეჯმენტსა და სპეციალისტს. პასუხისმგებლობის ვერტიკალი კანონში ესეც ალსახად გაწერილი არ არის. კანონი გვეუბნება, რომ პასუხისმგებლობის ქვეშ დგება ერთი კომპანიის დირექტორი, მეორე შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი. თუმცა შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პასუხისმგებლობის ნაწილი ცოტა ბუნდოვანია, რადგან სპეციალისტი არ არის გადაწყვეტილების მიღები პირი. იგი უბრალოდ გასცემს რეკომენდაციას, შესაბამისად თუ თქვათ მისი აღსრულება არ მოხდა ან არ გამოიყო სათანადო ბიუჯეტი, შეუძლებელია რომ დამოუკიდებლად მან რამე გადაწყვეტილება მიიღოს. მაგრამ რადიკალურად განსხვავებული შემთხვევაა თუ საქმე მიდის უკვე საგამოძიებო ორგანოში. საგამოძიებო ორგანო არ კითხულობს, ასე ვთქვათ, და არ აქვს იმის დიდი პრაქტიკა, რომ გაიაზროს, ვთქვათ, რა დოკუმენტაციაზეა საუბარი, რა დოკუმენტებია შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მიერ შევსებული. ესეთი, ასე ვთქვათ, მაგალითები და ინციდენტები ჯერ თვითონ გამოძიებისთვისაც ახალია. შესაბამისად, გამოძიება კლასიკურად ეძებს, ასე ვთქვათ, დამნაშავეს, ვისი ბრალეულობით მოხდა კონკრეტული ინციდენტი. ამ დროს ძალიან უჭირთ, ასე ვთქვათ, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებს თავის დაცვა. 2026 წლის მაისში ქართულ ბანკებში უცხოეთის რეზიდენტების დეპოზიტებმა 11 მილიარდ ლარს მიაღწია. წინა თვესთან შედარებით დეპოზიტები 150 მილიონი ლარით, ერთ წლიან ჭრილში კი 1,53 მილიარდი ლარით, ანუ 16,2%-ით გაიზარდა. ამავე პერიოდში რეზიდენტების დეპოზიტები 14,2%-ით 26 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. შესაბამისად, ქართულ ბანკებში უცხოელთა მიერ დეპოზიტების დაგროვების ტემპი რეზიდენტების დეპოზიტების ზრდის ტემპს აღემატება. შედეგად
შედეგად არარეზიდენტთა წილმა ფიზიკური პირების მთლიან დეპოზიტებში, რაც 37 მილიარდ ლარს შეადგენს, 29.6%-ს მიაღწია. შედარებისთვის წინა წლის ანალოგიურ პერიოდში არარეზიდენტთა დეპოზიტები ფიზიკური პირების მთლიანი დეპოზიტების 29.3% იყო. ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად უცხოელთა დეპოზიტები ძირითადად უცხოურ ვალუტაში არის ნომინირებული, რაც მთლიანად 11 მილიარდიანი პორტფელის 74%-ს შეადგენს. საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად 2022 წლის შემდეგ რუსეთის მოქალაქეთა წილი არარეზიდენტთა დეპოზიტებში 37-38%-ის ფარგლებშია, შესაბამისად თანხობრივად რუსეთის მოქალაქეთა დანაზოგები თანხობრივად 4 მილიარდ ლარს აღემატება. მეორე ადგილზეა ისრაელის მოქალაქეთა დეპოზიტები, რაც მილიარდ ლარს აღწევს, მესამე პოზიციას კი 770 მილიონით უკრაინის მოქალაქეები იკავებენ. ეროვნული ბანკის ინფორმაციით 2026 წლის პირველ კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 348,1 მილიონი დოლარი შეადგინა. დეფიციტის მთლიანი შიდა პროდუქტთან ფარდობა წლიურ ჭრილში 4.1%-ული პუნქტით გაუმჯობესდა და 3.8% შეადგინა. სები მიუთითებს, რომ 2026 წლის პირველ კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის კლების მთავარი მიზეზი იმპორტის მიმართულებით დაფიქსირებული შედეგები იყო, რადგან იმპორტის ზრდა ექსპორტის ზრდას ჩამოუვარდებოდა. სები ასევე განმარტავს, რომ მიმდინარე ანგარიშის ბალანსის გაუმჯობესებას მნიშვნელოვნად უწყობდა ხელს კომპიუტერული და საინფორმაციო მომსახურების ექსპორტი, რომელიც წლიურად 65.7%-ით გაიზარდა და მთლიანი შიდა პროდუქტის 4.8% შეადგინა, რაც ისტორიულ მაქსიმუმს წარმოადგენს. მეორე მხრივ, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდის წლიური ტემპი შენელდა და პირველ კვარტალში 0.5% შეადგინა. თუმცა, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდის შენელება მნიშვნელოვნად დაბალანსდა როგორც ICT მომსახურების ექსპორტის, ისე საქონლის ექსპორტის ზრდით. მიმდინარე ანგარიშის დაფინანსების ერთ-ერთ ძირითად წყაროდ კვლავ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები რჩება, რომლის მოცულობამ 2026 წლის პირველ კვარტლის მდგომარეობით მთლიანი შიდა პროდუქტის 3% შეადგინა. სოფლის მეურნეობის პროდუქციის მწარმოებელი კომპანიების ნაწილში აცხადებენ, რომ საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებისა და პროდუქციის ექსპორტის ზრდის მიმართულებით ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა წარმოების სიმცირეა. როგორც კომპანია ჩირინას დამფუძნებელი აცხადებს, საქართველოს აქვს პოტენციალი ქათმის ხორცი ექსპორტზე შუა აზიის ქვეყნებშიც გაიტანოს, რისთვისაც სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული მხარდაჭერაცაა საჭირო. მათ შორის საგადასახადო ნაწილში, რაც საბოლოოდ პროდუქციის წარმადობის ზრდას შეუწყობს ხელს. აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტიორი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა, რომელსაც ფრინველის ხორცის ექსპორტიორებთან ერთად ცოცხალი ცხოველის ექსპორტიორებიც ესწრებოდნენ. ცოცხალი პირუტყვის ექსპორტიორ კომპანიებში ამბობენ, რომ მათთვის მთავარი გამოწვევა ძირითადად საექსპორტო ბაზრებზე რეგულაციების ხშირი ცვლილებაა. კომპანიების ნაწილი ამბობს, რომ აზერბაიჯანმა ბოლო დღეების განმავლობაში ცოცხალი პირუტყვის ექსპორტზე გარკვეული რეგულაციები დააწესა, რაც მათი შეფასებით საქართველოდან ცოცხალი ცხოველის ექსპორტს შეამცირებს. ამ წუთებში თბილისის ზღვასთან ივერთ-უბანში თანამედროვე ეკოსისტემის მრავალფუნქციური დასვენებისა და მომსახურების კომპლექსი იხსნება, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს ვისოლის ავტოგასამართ სადგურს, სმარტის მარკეტს, ვენდისის, დანქინის და საბუეის ამერიკულ რესტორნებს და ამბოლის ავტომომსახურების ცენტრს. ახალი კომპლექსის განვითარებისთვის ინვიას ჯგუფის საერთო ინვესტიციამ 10 მილიონი ლარი შეადგინა. ჩემი კოლეგა თინათი ნატბელაძე შემოგვერთდება ახლა სტუმართან ერთად პირდაპირ ეთერში და უფრო მეტს მოგვიყვება და მოუყვება ჩვენს მაყურებელს პროექტის შესახებ. თინა, მოგესალმებით, ჩვენ ახლა პრინციპში კაცს მიღმა ვადევნებთ ამ გახსნის ცერემონიალს თვალს. პირველ რიგში გითხარით, რა მოცულობის ინვესტიცია ჩადო ამ პროექტში ჯგუფმა და საინტერესოა ეს რა ტიპის კონცეფციის ნაწილია გისმენთ. ელენე, საღამომშვიდობის, მივესალმები ჩვენ საქმიან მაყურებელს, რომელსაც ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი უნდა გავაცნოთ. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ივერთ-უბანში, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ერთ სივრცეში გაიხსნა ვისოლ ჯგუფის რამდენიმე ბრენდი და მომხმარებლებს, მგზავრებს ყველას შეუძლიათ, რომ აქ მოვიდნენ და ერთდროულად დააგემოვნონ როგორც დანკინის, ვენდისის, საბუეის პროდუქტები, ასევე eShopping on Smart-ში შეივსონ
მანქანის აუზები, შეიარონ ამბოლში, მოკლედ ყველაფერი ერთ სივრცეში აქვს და რა თქმა უნდა იმისთვის, რომ უფრო მეტი დეტალი გავაცნოთ ჩვენს მაყურებელს და ამ სივრცის კონცეფცია უფრო დეტალურად გავიგოთ, ვისო ჯგუფის დამფუძნებელი სოსო ფხაკაძე იმყოფება აქ ჩვენთან ერთად. ბატონო სოსო, საღამოშვიდობის, მოგესალმებით. მოგესალმებით და დიდი მადლობა რომ ჩვენთან ერთად ამ დიდ სიხარულს იზიარებთ. ბატონო სოსო, ჩვენს მაყურებელს გავუზიაროთ ამ სივრცის კონცეფცია, რომელიც აერთიანებს ძალიან ბევრ ბრენდს და ძალიან ბევრ შესაძლებლობას მომხმარებლისთვის. ეხლა უკვე იბერტუბანში თბილისის ზღვასთან ჩვენ შევქმნით და ეს არის რაღაც ახალი ეტაპი ურბანული ინფრასტრუქტურის განვითარების. ფიქრობ აქ ჩვენ გავაკეთეთ მთლიანი ეკოსისტემა, რაც გულისხმობს, რომ ჩვენ ჯგუფში შემავალი ყველა სავაჭრო საცალო ვაჭრობის ქსელის ყველა ბრენდი არის წარმოდგენილი. ჩვენთვის მთავარი არ არის ერთი ობიექტის გახსნა, ჩვენთვის მთავარია მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურის შექმნა და სადაც ერთ ადგილზე ადამიანი მომხმარებელი სხვადასხვა სერვისს მიიღებს და ეს ყველაფერი ხდება იმ ციფრული ტექნოლოგიების და პლატფორმების გამოყენებით, რომელსაც ჩვენ ჯგუფში შემავალი ბრენდები და კომპანიები არ ვითარებენ და ეს ყველაფერი ეს ციფრული პლატფორმების საშუალებას იძლევა, რომ მომსახურება უფრო სწრაფი იყოს, ინოვაციური, უნიკალური და უფრო კომფორტული და სწორედ ასეთი ტიპის საკმაოდ სრული პროექტებით ხდება ქვეყნის განვითარება და ის უწყობს ქვეყნის შემდგომ ეკონომიკის შემდგომ განვითარებას ხელს. ჩვენ სხვა კომპანიებთან ერთად ვამკვიდრებთ საერთაშორისო სტანდარტებს და მომხმარებლის თანამედროვე კულტურას და ეს სამომხმარებლო კულტურის დამკვიდრებაც ამ ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანია, რამე თუ ტურიზმი ძალიან დიდი როლი უკავია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში და ამ მხრივ ძალიან ღირებულია. თვითონ ამ ინფრასტრუქტურის შექმნაში ჩვენ რამოდენიმე მილიონი გავიღეთ ჯგუფმა და 60 მეტი ადამიანი დავასაქმეთ, ესე ძალიან გვახარებს. და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, რომ ჩვენთან ერთად გაიზიარეთ ეს სიხარული, რაც დღეს გვაქვს. მადლობა, სოსო ფხაკაძე, ვისო ჯგუფის დამფუძნებელი იმყოფებოდა ჩვენთან ერთად. ჩვენს მაყურებელს კი შევახსენებ, რომ უკვე თავად შეუძლიათ ესტუმრონ ამ ტერიტორიას და მოკლედ ერთ სივრცეში მიიღონ ყველა ის სერვისი, რომელსაც ვისო ჯგუფი წლებიას თავაზობს თავის ერთგულ თუ ახალ მომხმარებლებს და ვფიქრობ ეს არის თბილისელებისთვის თუ ტურისტებისთვის ახალი გამოცდილება და ახალი შესაძლებლობა, რომელსაც ვისო ჯგუფი ეტაპობრივად ავითარებს და ნერგავს ქვეყანაში და უახლოეს მომავალში კიდევ უფრო მეტი მსგავსი სივრცის გახსნა აქვს ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილი. რაც შეეხება უშუალოდ ამ ტერიტორიას, რომელსაც ჩემს უკან კადრში ხედავთ, ჩვენ ახლა დეტალურად შევისწავლით, დეტალურად შემოვივლით ამ სივრცეებს და ხვალ უკვე საქმიანდილოში სიუჟეტის სახით ჩვენს მაყურებელს უფრო დეტალურ ინფორმაციასაც მივაწვდით. მადლობა თინათინ ნატმელაძე გვერდთვებოდა იბერტუბნიდან. რაც შეეხება დღის სხვა თემებს, ევროპულმა კომისიამ 2 მილიარდი ევროს მოცულობის დაკავშირებადობის პლატფორმა წარადგინა და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან გააფორმა შეთანხმებები, რომელთა საფუძველზეც მოსალოდნელია 2 მილიარდ ევრომდე ფინანსური რესურსების მობილიზება შავი ზღვის რეგიონის და სამხრეთ კავკასიაში სტრატეგიული დაკავშირებადობის პროექტებში ინვესტირებისთვის. პლატფორმა შექმნის ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც მონაწილე ქვეყნები, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები და სხვა დაინტერესებული მხარეები კოორდინაციას გაუწევენ ინვესტიციებსა და პოლიტიკურ ნაბიჯებს ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ციფრული დაკავშირებადობისა და ვაჭრობის სფეროებში. რეგიონთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გასაძლიერებლად მონაწილეები ასევე შეთანხმდნენ, რომ გააუმჯობესებენ ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის ოპერაციულ ეფექტიანობას. ბრიუსელში შეხვედრის დაწყებამდე ნეტგაზეთმა ევროკომისარ მარტაკოს კითხა იმის გათვალისწინებით, რომ თითქმის შეუძლებელია საქართველოს გვერდის ავლა, როცა საქმე ევროპის ცენტრალურ აზიასთან დაკავშირებას ეხება, შეიძლება თუ არა ევროკავშირი კომპრომისზე წავიდეს და განაახლოს ქართული ოცნების ხელისუფლებასთან კავშირები მათი დემოკრატიული უკუსვლის მიუხედავად. ჩვენს ინტერესებშია საქართველოს იყოს ამ დაკავშირებადობის დღის წესრიგის ნაწილი, თუმცა რა თქმა უნდა მათ მოუწევთ გარკვეული წვლილის შეტანა დემოკრატიულ უკუსვლასთან დაკავშირებით, აცხადებს ევროკომისარი. ბაქო-თბილისი ჯეიჰარის მილსადენით ყაზახური ნავთობის გატარება გაიზრდება. აზერბაიჯანული სააგენტო რეპორტი წერს, რომ ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. უკვე მეორე დღეა საქართველოს მთავრობის დელეგაცია ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით ყაზახეთში შეხვედრებს მართავს. პიპის კვარტალური ანგარიში აჩვენებს, რომ 2026 წლის პირველ კვარტალში მილსადენის დატვირთვა შემცირდა. კერძოდ პირველი კვარტლის განმავლობაში დაახლოებით 49 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობი
გადაიზიდა, რაც წლიურად 5 მილიონი ბარელით შემცირებული მაჩვენებელია. აღსანიშნავია, რომ 1768 კილომეტრის სიგრძის ბაქო-თბილისი ჯეიჰანმა 2006 წლის ივნისში ფუნქციონირების დაწყებიდან 2026 წლის პირველი კვარტლის ჩათვლით ჯამში 4,7 მილიარდი ბარელი, ანუ 626 ტონაზე მეტი ნედლი ნავთობი გაატარა. ასეთი იყო საქმიანი ამბები ამ დროისთვის. დღის ყველა მთავარ ბიზნეს და ეკონომიკურ სიახლეს 19 საათზე ანა ლაპიაშვილი შეაჯამებს. მე ხვალამდე გემშვიდობებით ნახვამდის.